ირანი რეალურად მოქმედებს ეგრეთ წოდებული მედდოგის, სოფიანი ძაღლის პრინციპით, რომელიცაც სხვა გზა არ დაუტოვეს გარდა იმისა, როგორც ის იქცევა, ის თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ დაპირისპირებაში არ არიან მათთან შესული, არ აქვთ ომი გამოცხადებული და შეიძლება ითქვას ის, რომ თუ მაგალითად 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ირანი გარკვეულწილად კონსტრუქციულ ჩარჩოში ჭყალებში ვთქვათ ესე კონვენციურობის ფარგლებში მოქმედებდა ისრაელი და შეერთებული შტატების წინააღმდეგ ეს კონვენციურობა ამ ომით მან დაარღვია და ვთქვათ ესე რომ მაგალითად ისრაელს და შეერთებულ შტატებს აუყირავა მაგიდა და იგულისხმება ზუსტად ეს რომ მან დაარტყა ამერიკულ და ებრაულ ინტერესებს იქ სადაც არ მოელოდნენ ისინი და დაარტყა ამ შემთხვევაში ამერიკულ ეკონომიკურ და ასე ვთქვათ ფინანსურ ინტერესებს გულისხმობ იგივე არაბთა გაერთიანებულ საემიროებს იგივე ყატარს იგივე კუვეითს იგივე ბაჰრეინს და ეს მოულოდნელობაა იმ გაურკვევლობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონში, ჩვენ რეალურად ვხედავთ ნარატიულ ქაოსს.